არანაირი ოთხკუთხედად, არანაირი ნახევარმთვარეება და ასე შემდეგ, აი ესე. ამას აქ თავისი მოამე, ეს მოდი იქით გადავალაგოთ. რა ვჭირდება ჯერ ისე. მე ამას აიღებ ესე. აი ამას. და აი ამ ყველაფერს ზემოდან დააყრი. დააყრდა რომ კარამელიზაცია განიცადოს, ამას დააფარებ ზემოდან და ალდები. სულ ნახევარი წუთი უნდა. აი ამ საქმეს და სობაში მოდი. დასახოცი მომაწოდეთ. მიბოძოთ. ეს არა ვალაგოთ ეს ხახვი. ხახვი ზოგს ნედლად უყვარს, მაგრამ მე ვიძახი როგორიც უნდა გამოსულიყო. ვაცადოთ ნახევარი წუთი, ავხადოთ და მე შენ გაჩვენებ და გაგასინჯებ, აი ამერად შემწვარი ხორცის უღავს. თან ამას თავის უპირატესობა იცი რა აქვს, წვენი რაც დარჩება. შეგიძლია შიგშაღარო ხმელი, პური, რამე რაც გინდა. და იმ გემოს თვეან შეიწოვს. მე ძაღლებს საჭმელი. შენ ჯობია არ ჭამო, იმიტომ რომ ქოლესტერინიაც არის და თლად ჯანსაღი არ არის. კი ბატონო. აი ხედავ გონება გაგიხსნა უკვე ნელა-ნელა. აიცა. ამას უყურეთ რო არ ჩაისახნას, რა ქვია. ძალიან რო არ ჩაიხსნას რა, ანუ ძალიან რო გაყუთლდეს. ჩაიშუშ. რომ მორჩება, ამოვიღებ და ხავს კიდე ცოცხალს აქეთ-იქით კიდე მივაყრი, იმიტომ რომ ზოგს უყვარს ისე. მე მაგალითად მოხრაყული ხახვიც მიყვარს, ძალიან არა უყურთ რა, ოდნავ ფერს რო იღებ და მე რა ცოცხალიც რა. თუ ორივეა ხომთად კაი, იმასაც ჭამ და მე იმასაც პატარას მიაჭამ. აჰა. ჩემი ჯელობის რა ჯობია სოფელში როცა ცივა. რა შეხო ტყეში ვარ ქოხში.